მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეში ჩემი ქალაქი ოდნავ წამოიწია წინ, ქუჩები შეიცვალა, შენობები შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდობას მაინც ბოლომდე არ აქვს იმის შანსი, რომ ჩემს ქალაქშივე დაიხარჯოს. ჩემს ქალაქშივე მოახდინოს თავის შემოქმედების რეალიზაცია. რა თქმა უნდა, ხდება ჩემ ქალაქში ყველაფრის ესე ვთქვათ გამოჩენა, მხატვრები რაღაცას ცდილობენ, თეატრიც გვაქვს როკ კლუბები, სადაც მუსიკოსები იკრიბებიან ხოლმე, მაგრამ ეს უფრო კერძო სექტორები არის, კერძო ადამიანების ინტერესიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი და ყველაზე დიდი მინუსი რაც ამას აქვს ის არის, რომ ფინანსები კერძო სექტორიდან უფრო ნაკლებია. ყველაზე დიდი მინუსი ჩემი ქალაქის ის არის, რომ მუშათა ქალაქიდან ცოტა ვერ გამოვედით და ეს ხალხის დამსახურება არ არის. ეს ცოტა ზევით გადასაწყვეტი ამბავია, იმიტომ რომ ხალხი ჩემ თანატოლები უკვე ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ თავიანთი პროდუქტის რეალიზაცია მხოლოდ თბილისში თუ შეიძლება. უკვე ინტერესი აღარ არის ჩემ ქვეყანაში, რომ თავის ქალაქში იმოქმედოს. ვიცი ქუთაისელი მუსიკოსები, ვიცი გორშიც არის მუსიკის, ესე ვთქვათ, ჯგუფები, ბათუმში რა თქმა უნდა. მე მინდა რომ ყველას თავის ქალაქში ჰქონდეს ისეთი აღიარება, ისეთი შანსი, რომ არა მხოლოდ იმ ქალაქში იცოდნენ, არამედ სხვა ქალაქებმაც იცოდნენ, რომ ამ ქალაქში ეს ხდება. მე მინდა რომ ჩემ ქალაქში ვაკეთებდე ჩემს საქმეს.